4 ოქტომბრის მარცხის შემდეგ უგეგმოდ დარჩენილი ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის და საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ ქვეყნის გარეთ იწყებს. რადიკალები ერთხელ უკვე ნაცად, თუმცა ჩავარდნილ გეგმას დაუბრუნდნენ და ევროპის დედაქალაქებში ევროპელ პარტნიორებს ისევ სანქციებს და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას თხოვენ. ცოტა ხნის წინ იყვნენ საზღვარგარეთ მორიგი ვიზიტით, სწორედ იმას ამბობდნენ, რომ სანქციები უნდა დაედოს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას. ჩვენ ვახდენთ კომუნიკაციას ჩვენს დასავლეთელ მეგობრებთან, ევროკავშირელ, ამერიკელ, ბრიტანელ მეგობრებთან. მე არ ვარ მთავრობა, შესაბამისად ვის იქმნებების იზომება და ვის გამო შემა დავკარგოთ უვიზო რეჟიმი, მაგაზე უნდა ველაპარაკოთ. რადიკალური ოპოზიციის და უცხოური ძალების კოორდინირებულ მოქმედებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ოპონენტებს ქვეყნისა და ხალხის ღალატ შეამხელს და ამ ღალატის გამო ქართველი ხალხის მიერ უკვე მეათედ ნათქვამ უარს ახსენებს. ესენი მოქმედებენ კოორდინაციაში საკუთარ პატრონებთან. ეს არის ჩვეულებრივად საკუთარი ქვეყნის ღალატი, საკუთარი სამშობლოს ღალატი, საკუთარი ხალხის ღალატი. ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და სწორედ ამის გამოა, რომ ზედიზედ 2 წელია 1,100,000-ზე მეტი ადამიანი გამოდის არჩევნებზე, მხარს უჭერს მართლ პარტიას და კიდევ ერთხელ უარს ეუბნება, რა თქმა უნდა, რადიკალის და უცხოურ აგენტურას. ძველი გეგმის ახალი ეტაპი და მორიგი შტურმი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციონერი ლიდერების ევროტურს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ქართველი ხალხის ოპონენტებად იქცნენ და გარე ძალების დაკვეთით ქვეყანას აზიანებენ. ფეხზე მდგომი NGO შნიკები და ოპოზიციონერები თავის ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ არიან ისინი იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ზუსტად ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება. ეს არის ძველი გეგმის ახალი ეტაპი, ახალი შტურმი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. დაინახეს, რომ ყველა კოზი ჩაუვარდათ ნაცარში, ყველა შესაძლებლობა გაანიავეს და ერთ-ერთი რაც დარჩენიათ არის შანტაჟი, კიდევ ერთხელ შანტაჟი ამ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხით. ითხოვდნენ ჩვენი პარტნიორებისგან ჯერ არ მიეცათ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა და შემდგომ საერთოდ გაეუქმებინა. დღეს უკვე ესეც აღარ არის დაფარული, ამასაც აღარ მალავენ, პირდაპირ ითხოვენ მოსახლეობისთვის უვიზოს გაუქმებას. არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, მათ შორის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არგუმენტი იმისა, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. მაგრამ ეს თავის დროზეც და ეხლაც აქციეს ერთგვარ სავაჭრო საგნად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად. და სანამ რევოლუციის ავტორები ვიზა ლიბერალიზაციას ბრძოლას ხელმეორედ გამოუცხადებდნენ, სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეს იდეოლოგიურ მოკავშირეებთან ერთად ძალღონე არ დაუზოგავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. თუმცა, მცდელობა მცდელობად დარჩა, ისევე როგორც 4 ოქტომბრის დამხობის გეგმა.